დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია შესწორ ენაზე თარგმანით. Რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ ადამიანზე ვსაუბრობთ, ადამიანზე როგორც მთავარ ღირებულებაზე და წარმოუდგენელია ჩვენი სიცოცხლე იმ ფაქტის გათვალისწინების გარეშე, რომ თანამედროვე ადამიანს უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე კი არ უნდა, არამედ კარგად ცხოვრებაც უნდა. და ამისთვის საჭიროა წონასწორობა, რომელიც მიიღწევა ჩვენი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობით. ეს გახლავთ ჩვენი ჯანმრთელობა და გულისხმობს როგორც მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობას, ასევე ცალკეული სისტემების და ორგანოების მდგომარეობას. მაგრამ ჩვენს ორგანიზმში ძალიან ხშირად გვჭირდება იმის გათვალისწინება, რომ ერთმანეთთან არის ყველაფერი დაკავშირებული და იზოლირებული პრობლემები არ არსებობს, ამიტომ ძალიან ხშირად ერთი პრობლემა მეორე სისტემის უკმარისობას უნარობას განაპირობებს ხოლმე. დღევანდელი ჩვენი თემა ისეა დაგეგმილი, რომ გადავწყვიტეთ წინასწარ შეგვეფასებინა, რამდენად ინფორმირებულია ჩვენი საზოგადოება, მაგალითად გულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. და იცის თუ არა ჩვენმა საზოგადოებამ, მაგალითად გულის ჯანმრთელობა რატომ შეიძლება ვენებს უკავშირდებოდეს, რატომ შეიძლება თირკმელს უკავშირდებოდეს, საკუთრივ გულს და როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა და სოციალურ მედიაში ჩატარდა გამოკითხვა ამასთან დაკავშირებით, მოდით მიაქციეთ ყურადღება, როგორ გამოიყურება შედეგი. შედეგი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ, როდესაც მაყურებელს ჩვენ ვკითხეთ, თქვენი აზრით გულის ჯანმრთელობასთან რა არის დაკავშირებული, რომელი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გულის უკმარისობა, რა თქმა უნდა, ლაპარაკი იყო თირკმლის უკმარისობაზე, ვენების უკმარისობაზე და ჩვენ ერთ-ერთ ვერსიად შევთავაზეთ ყველა ჩამოთვლილთაგან ყველა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მაყურებლების 50%-მა მიუთითა ყველა. დიახ, ეს აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია არმია ადამიანების, რომელმაც იცის, რომ დიახ, გული დაკავშირებულია თირკმელთანაც, ვენებთანაც, საკუთრივ გულის პრობლემებთან, რასაკვირველია არის ეს ყველაფერი კავშირში და რაც თავარია, გულის პრობლემებმა შეიძლება განსაზღვროს თავის მხრივ თირკმლის მდგომარეობა და ნებისმიერი სხვა ორგანოს მდგომარეობა. და ეს დიაგრამა, ვფიქრობ, ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავს იმ დამოკიდებულებას და ცოდნასაც, ინფორმირებულობასაც ჩვენი საზოგადოებისა და რაც მთავარია, განწყობას, რაც შეიძლება მეტი შეიტყოს გულის შესახებ და დღეს სწორედ ამას გავაკეთებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად ხანმოკლე ტიხრის შემდეგ. როგორც შესავალში მოგახსენეთ, დღეს ჩვენ გულზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმ კავშირების გათვალისწინებით, რაც ორგანიზმის შიგნით არის მუდმივად, როდესაც ყველაფერი ერთმანეთთან არის ბმაში, ყველაფერი ერთმანეთზე ახდენს გავლენას და იზოლირებული პრობლემები ჩვენი ორგანიზმისთვის არ არსებობს. და ვიწყებთ საუბარს ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ საქართველოს გუსის დახვდა დაავადებათა პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი პროფესორი ბატონი ზურაბ ფაღავა. დილამშვიდობისა ბატონი ზურაბ. მიხარია თქვენი სტუმრობა ახალ სტუდიაში და მიხარია, რომ ჩვენ კიდევ ერთ ახალ თემაზე უნდა ვისაუბროთ. როდესაც რამდენიმე წლის წინ ბატონ თამაზ შაბურიშვილთან ერთად თქვენ მობრძანდით ჩვენს გადაცემაში, ცხადი არა პირველად, მაგრამ თემას, რომელსაც დავასახელებთ, სწორედ პირველად შევეხეთ, ეს იყო პირველი ნაბიჯები, როდესაც ერთმანეთს დავუკავშირეთ კარდიოლოგია და ონკოლოგია, საზოგადოებისთვის ეს იყო ცოტა მოულოდნელი. როდესაც ხმამაღლა ითქვა ამ გადაცემაში თქვენ მიერ, პროფესიონალების მიერ, კარდიოლოგების მიერ, რომ ძალიან ხშირად ონკოლოგიური პრობლემა კი არ არის საბედისწერო ონკოდიაგნოზის მქონე ადამიანისათვის, არამედ სწორედ კარდიოლოგიური პრობლემა, რომელიც უგულისხმურად დარჩა, უყურადღებოდ დარჩა და სათანადოდ არ შეფასდა. დღეს ჩვენ ახალ ეტაპზე ვართ და მიუხედავად იმისა, რა იცის საზოგადოება ამის შესახებ, რამდენად ინფორმირებულია და ჩვენ შესავალში ქონდა ერთგვარი გამოკითხვა დიაგრამაზე ასახული, არის თუ არა საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილი ეს კავშირები ორგანიზმის შიგნით. დიახ, დღეს ჩვენ დავთქვათ, რომ გული და ვენები ერთმანეთთან დაკავშირებულია.
გულის ჯანმრთელობა და ვენების ჯანმრთელობა ერთმანეთთან დაკავშირებულია და ჩვენ ვიწყებთ ახალ თემას, ვიწყებთ ახალ თემაზე მსჯელობას, როდესაც ჩვენ გული და ვენების უკმარისობა უნდა დაუკავშიროთ ერთმანეთს. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი ხედვები, ბატონ ზურაბ, და რამდენად დაეხმარება ეს საზოგადოებას, რამდენად დაისახება ეს ერთი პაციენტის მდგომარეობაზე, ჩვენ როგორი წახნაგით შევხედავთ ამა თუ იმ საკითხს. ძალიან დიდი მადლობა მარი ამ შესაძლებლობისთვის, მომპატიჟებისთვის თქვენ გადაცემაში და მართლაც ჩვენ 2017 წელი იყო, რაც პირველად გავაჟღერეთ პრობლემა საქართველოსთვის. ეს იყო ონკოკარდიოლოგია და მას შემდეგ ჩვენ ხედავთ ძალიან სწრაფ განვითარებას ამ დარგის. უნდა მოგახსენოთ, რომ ბოლო 100 წლეულია ზოგადად არის ტენდენცია მედიცინის განვითარებისა ორგანოსპეციფიურად. ანუ ვითარდებოდა კარდიოლოგია, ვითარდებოდა ეხლა სხვადასხვა გაიცათ 80 წელია კარდიოლოგიის როგორც დარგის, ვითარდებოდა პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია და თითქოს უროლოგია, ნეფროლოგია და ასე შემდეგ და თითქოს გადაიწია იმან და მივიწყებას მიეცა იმას, რომ ჩვენ ერთი ორგანიზმი ვარ და სწორედ სხვადასხვა ჩვენი ასოციაციის დევიზი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი არის ერთი მთლიანი. და მართლაც ერთი მთლიანი. როგორი შორს არ უნდა იყოს დაშორებული ორგანოები ერთმანეთისგან, ერთის დაზიანება, ერთის ავადმყოფობა აუცილებლად გავლენას ახდენს მეორეზე. გააჩნია რა თქმა უნდა რა ხარისხით და როგორ, მაგრამ ეს ტენდენცია უდავოდ შემჩნეულია. და აი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ვენები, რომლებიც უდავოდ ძალიან დიდი როლი აქვთ ზოგადად სისხლის მიმოქცევაში და გულის მუშაობაში და ორგანიზმის ფუნქციონირებაში. ეხლა გამოჩნდა ახალი ტენდენცია, რომ ვენური უკმარისობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში და დღემდე რაც გულისხმობს, რაც რეგიონულ დარღვევას ჰემოდინამიკის შემჩნეულია ძალიან მჭიდრო ტენდენცია იმისკენ, რომ პაციენტებში ვენური უკმარისობით შეიმჩნევა გულის დაავადებები. ეგ ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე ძალიან მტკიცედ საუბარი და რაღაც საბოლოო დიდი დასკვნების გაკეთების, მაგრამ მუშაობა ამ მხრივ არის მიმართული, არსებობს სერიოზული მეტაანალიზები, სისტემური ანალიზი, ამ კვლევების მტკიცებულებები ნევნევა მზარდი ჩნდება იმის შესახებ, რომ ვენური დაავადებები, ვენის დაავადებები მჭიდრო კავშირში არის გულის დაავადებებთან და აქედან რეკომენდაცია, რომ მაინც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვენური დაავადება, რაც რეგიონული დაავადება, მაინც ვეძებოთ ასევე ვაწარმოოთ სკრინინგი გულის დაავადებების ამ კონტინგენტის პაციენტებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი საუბარი მე ვთარგმნოთ ერთი პაციენტისათვის გამოსაყენებელ ენაზე, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაც ეს არის, როდესაც თქვენ ბრძანებდით მთლიანობაში აღვიქვათ ადამიანი, რასაკვირველია დანაწევრება ცოდნის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სიღრმე მოგვეძებნა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეგვეკრიბა ამა თუ იმ სისტემასთან დაკავშირებით. თუმცა ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გამთლიანება და ჩვენ ამ საუბარს გავაგრძელებთ კოლეგებთან ერთად ხანმოკლე ტიხრის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და როგორც დაგკვირდით ჩვენს კოლეგებთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს და სტუდიაში შემოგვიერთდნენ ადამიანები, რომელთაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. შემოგვიერთდა კარდიოლოგი პროფესორი ქალბატონი რუსუდან აგლაძე და კარდიოლოგი ევროპის გულსიძახთა დაავადებათა პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში ბატონი ზურაბ კლიმიაშვილი. დილამშვიდობისა. კოლეგებო, მე საგანგებოდ არ გამოვაცხადე ქალბატონი რუსუდანის ახალი სტატუსი და მე მინდა ცალკე გამოვყო ეს თემა. როგორც წესი, პროფესიული ასოციაციები განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ დარგობრივ რეკომენდაციას ვისმენთ და ასე ვიქცევით ყველა დარგის წარმომადგენლები. და ქალბატონი რუსუდანი არის ახალარჩეული საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და უნდა მოგილოცოთ ქალბატონ რუსუდან, ძალიან სასიამოვნოა ეს ამბავი. რასაკვირველია ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც, განსაკუთრებით, როდესაც ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ
პრევენციისა და რეაბილიტაციის მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელობაზეც ხომასია ბატონ ზურაბ და ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ მიმართულებაზე. ბატონ ზურაბთან საუბარში ჩვენ ვახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ურთიერთობის ყველა ეტაპზე ახალი ტენდენცია, რომელიც წამოიწყეს კარდიოლოგებმა და თავის დროზე ონკოკარდიოლოგიაზე საუბარი საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო. ისევე როგორც მაგალითად პრევენციისა და რეაბილიტაციის გაუთავებლად გამეორება, როგორც მთავარი ინსტრუმენტის გულის დაავადებების მართვასთან დაკავშირებით. მაგრამ დღეს ჩვენ საუბრობთ სრულიად ახალ კავშირზე, რომლის შესახებაც, რა თქმა უნდა, პროფესიონალებისთვის გასაგებია ლოგიკური ჯაჭვი, მაგრამ რატომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ გულის ჯანმრთელობა და ვენების ჯანმრთელობა ერთმანეთთან დაკავშირებულია? პირველ რიგში მოგესალმებით, ქალბატონო მარი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის დღეს და დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ის თემა, რომელსაც დღეს შევეხებით და ეს არის ვენური პათოლოგიის კავშირი კარდიოლოგიურ პათოლოგიასთან და კერძოდ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან არის შედარებით უფრო ახალი და თავის თავში გულისხმობს ვენური სისტემის ზეგავლენას კარდიოლოგიური რისკის მატებასთან მიმართებაში. თვითონ ვენური პათოლოგია საკმაოდ გავრცელებული არის სხვადასხვა კლინიკური კვლევების და თუ ობსერვაციული კვლევების მიხედვით მოსახლეობის 5-დან 60%-მდე მერყეობს მისი გავრცელება, თუმცა ხშირ შემთხვევაში პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ, ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ვენური პათოლოგია, არ აქვთ სათანადო სკრინინგი გულის პათოლოგიასთან მიმართებაში. და შეიძლება იყოს გარკვეულად ადრეული სიმპტომიც, ან ადრეული გამოვლინება შემდგომში ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის თუ ასე შემდეგ განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება თვითონ გულის უკმარისობას, ცნობილია, რომ ვენური პათოლოგია, ვინაიდან ის დაკავშირებული არის ცენტრალური ვენური წნევის ზრდასთან, დამოუკიდებელი რისკ ფაქტორით შეიძლება იყოს გულის უკმარისობის განვითარების და ერთ-ერთი ხელშემწყობი მარკერი არის, ესე ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი ყურადღების გამახვილება ზოგად პოპულაციაში ისეთ საკითხებზე, რომლებიც შესაძლებელი არის უფრო ადრეულად გვაძლევდეს ადრეულ ეტაპზე გვაძლევდეს საშუალებას გულის პათოლოგიის უფრო დეტალური სკრინინგის იმ პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ, თქვათ, დადასტურებული რომელიმე კარდიოლოგიური დაავადება და აქვთ სახეზე, ვთქვათ, ვენური სისტემის პათოლოგია, გარკვეულად საჭიროებს ყურადღების გამახვილებას. როდესაც თქვენ წლების განმავლობაში ბატონ ზურაბ საუბრობდით გულსისხლძარღვთა დაავადებათა პრევენციასა და რეაბილიტაციაზე. არა მდგომარეობაზე, როდესაც ვიცით, რომ არის ეს დაავადება, არამედ მდგომარეობაზე, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ, ან უკვე დამდგარი დაავადების შემთხვევაში, უკვე არსებული დაავადების შემთხვევაში, როგორ შევძლოთ ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების მობილიზაცია და გაძლიერება. აი ამ წახნაგებზე აქცენტი, როდესაც კეთდება, განსაკუთრებით პრევენციის ჭრილში. ვენების დაავადების ცოდნა, ვენების უკმარისობისა და გულის ჯანმრთელობის კავშირის ცოდნა გვეხმარება მეტად დავიცვათ გული. მადლობა პირველ რიგში ამ თემის გაშუქებისთვის, ამ თემის გაჟღერებისთვის, წინ მოწვევისთვის ჩვენი. ეს თემა ამ კუთხით დანახული ხაზი მინდა გაუსვა, შედარებით ახალი მიმდინარეობა ჩნდება იმით მედიცინაში. ზოგადად ვენური პათოლოგიების კავშირი გულთან, აქამდეც რა თქმა უნდა იყო მაგალითად ისეთი გართულებები, როგორიც ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ეს ვენური პათოლოგიის გართულება, მაგრამ და კარდიოლოგიაში შემოდის ეს ამ პათოლოგიის მკურნალობა. და კარდიოლოგებისთვის ხდება სერიოზული თავსატეხი. თავსატეხი კი ბატონო. მაგრამ ეს უკვე დიდი ხნის თემა არის და საკმაოდ კარგად შესწავლილი როგორც რისკების დონეზე, ასე მერე მკურნალობის დონეზე. მაგრამ ჩვენ და ეხლა ბატონი ზურას ესეთი ინიციატივა, რომელიც მე ჩვენ ერთად ვიფიქრეთ ამაზე და ვცდილობთ რომ როგორ მოვაბათ თავი იმას, რომ ეს საკითხი, რომელიც ეხება ვენური პათოლოგიის, როგორც რუსუდანმა თქვა, საწყის ეტაპზე არსებული პათოლოგიის დაკავშირებას არის, ანუ იმის გააზრებას აქვს თუ არა კავშირი ამას უკვე გულსისხლძარღვთა არტერიული სისტემის პათოლოგიასთან, გულის
შემდგომი თქვათ იგივე უკმარისობის განვითარების რისკს თუ შეიძლება წარმოადგენდეს ან არტერიული ჰიპერტენზიის რისკს თუ შეიძლება წარმოადგენდეს. ნახეთ, ჩვენ არ გვაქვს არც არტერიული ჰიპერტენზია, არც გულის ესა თუ ის ორგანული პათოლოგია და სახეზეა ვენური უკმარისობის თუნდაც საწყისი ეტაპი. აზრი და არსი ამ თემის არის იმაში, რომ როგორც ვენები, ისე არტერიები, სიზარღვოვანი სისტემა და თუ იქ არსებობს პათოლოგია და ეს დადგენილია, მაშინ შეიძლება და საკმაოდ სწორი მიმართულება ჩვენი აზრით, რომ ეს გარკვეულად უკავშირდებოდეს როგორც რისკს შემდგომში არტერიული პათოლოგიის განვითარებასთან, თვითონ უშუალოდ გულის კუნთის პათოლოგიის განვითარებასთან და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია რაოდენობა იმ ადამიანების, ვისაც საწყის ეტაპზე აქვთ ვენური უკმარისობის საწყისი ეტაპი აქვთ. მე ჩვენ მქონდა კოლეგა ანგიოლოგებთან საუბარი და ესეთი აი ქუჩიდან 10 ადამიანი რომ მივიყვანო და უნახოთ ვენური სისტემა, იქიდან ნახევარზე მეც აუცილებლად აქვს საწყისი ეტაპი ვენური უკმარისობის, რომელსაც როგორც წესი არასათანადო ყურადღება ექცევა. პირველ რიგში რა თქმა უნდა თვითონ სანამ ის არ გამოაჩენს თავს თქვა ქვედაკიდურების შეშუპებით ან ვენების გამოხატულობით ქვედაკიდურებზე და ხშირად ამას მხოლოდ ესთეტიკური მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე, რომ აი ვენები დაიბერა, რაღაც უდად ჩანს. მაგრამ ეს ზუსტად შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადრეული რისკ ფაქტორი უკვე არტერიულ სისტემაში გულის პათოლოგიის როგორც რისკ ფაქტორი და აი ამაზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, ამაზე გვინდა ვისაუბროთ ერთად კოლეგებთან და ჩვენი ხედვები უკვე როდესაც ხედვა გარკვეული მიმართულებით უფრო კონცენტრირებულია, რა თქმა უნდა, იქ მეტი ინფორმაცია მოდის და მეტი კავშირების მოძებნა ხდება შესაძლებელი. და მეტად აისახება ეს უკვე ფართო საზოგადოების და რიგითი პაციენტის მდგომარეობაზე, ეს შეთანხმებული მიდგომა და მე თქვენი ნებართვით გავაგრძელებთ აზრს, რომელიც ბატონმა ზურაბმა ბრძანა, იმიტომ რომ თითოეულმა თქვენგანმა საკითხის მიმართ დამოკიდებულება ჩამოაყალიბა და ახლა მე ვეცდები რომ ეს ყველაფერი ვთარგმნოთ რიგითი პაციენტის ენაზე, რომელსაც აი ახლა ამ წუთას ჩართული აქვს ტელევიზორი, უსმენს ჩვენს გადაცემას და თავისი ვენების ვარიკოზით ფიქრობს ეს გავიგე რომ კავშირი არსებობს, რომ კარდიოლოგები ამბობენ რომ დიახ ეს საგულისხმო მდგომარეობა, მაგრამ კონკრეტულად ეს კავშირი და ეს ცოდნა მან როგორ გამოიყენოს, რას ნიშნავს მისთვის ერთი პაციენტისთვის, რომელსაც მაგალითად აქვს ვენებთან დაკავშირებით უკვე დადგენილი რისკები. აღარაფერს ვამბობ იმ მდგომარეობაზე, რომელზედაც ბატონმა ზურაბმა მიგონიშნა, მაგალითად სტატისტიკურად ყოველ ათეულში რამდენად ბევრ ადამიანს შეიძლება ქონდეს მსგავსი პრობლემა. რას ნიშნავს ასეთ შემთხვევაში კარდიოლოგიის რეკომენდაცია? მე რას გულისხმობ, კიდევ უფრო დავაკონკრეტებ. როდესაც ონკოკარდიოლოგიაზე ვსაუბრობდით, ჩვენ მაშინ შევთანხმდით, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია კარდიოლოგთან კონსულტაცია. ნიშნავს თუ არა დღევანდელი ჩვენი საუბარი, რომ ვენური დაავადებების შემთხვევაში კარდიოლოგთან შეთანხმებული ურთიერთობა პაციენტის ინტერესშიც არის და კოლეგების ინტერესშიც შედის. დიახ, აი კოლეგების და აი ონკოკარდიოლოგიაშიც ასეა. იმიტომ რომ მან ეს არის ძალიან მოსახერხებელი მისთვის ძალიან აქტიური ურთიერთობა კარდიოლოგთან, ვინაიდან ის სამგუნაო საშუალებები, რომელსაც თვითონ თავისთავად ის პათოლოგია პირველ რიგში და მეორე უკვე ის სამგუნაო საშუალებები, რომელსაც იყენებს ონკოლოგი, ეს იქნება ქიმიოთერაპია, იმუნური თერაპია, რადიოთერაპია თუ სხვა, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური გართულებები და სწორედ აქ კარდიოლოგთან მისი ურთიერთქმედება არის უკიდურესად სასარგებლო ასეთი პაციენტების მართვისთვის. ამ შემთხვევაშიც ასეა, ჩვენი ძირითადი მომართვა ჩვენ გზავნილი არის ანგიოლოგებისკენ და სიზართა ქირურგებისკენ, რომელთათვისაც ეს ვენური პათოლოგია, ვენური უკმარისობა უკვე არა მხოლოდ მიმართულება მათი მკურნალობის, არა მარტო ესთეტურია, ანუ რაც ესთეტური მოვლენების, ესთეტური მიზეზებით ჩარევა ამ სამკურნალო პროცესში, არამედ სწორედ სხვა მიმართულება, ანუ ეს არის პრევენცია, შესაძლო პრევენცია გულსიზრახთა დაავადებების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს
სახეზე ვენოაქტიური პრეპარატები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ანტიაგრეგანტები, ქირურგიული მკურნალობა, ვენური პათოლოგიის, ეს ყველაფერი უკვე შესაძლებელი ატარებს არა მხოლოდ ესთეტურ ხასიათს, არამედ კიდევაც ახდენს პრევენციას გულსიზრახთა დაავადებების. ქალბატონ რუსტანს მინდა ვკითხო. ყოველდღიურ საქმიანობაში კარდიოლოგისთვის ეს არის, თქვათ, გასათვალისწინებელი სქემა, რომელსაც პაციენტთან ურთიერთობაში თქვენ აუცილებლად გამოიყენებთ, იყენებთ და გამოიყენებთ. მაგრამ ადამიანი, რომელსაც წეღან მაგალითად რომ მოიყვანე, ვენების ვარიკოზი აქვს, მისთვის რას ცვლის აი ეს ახალი მტკიცებულებები, ეს ახალი ინფორმაცია, ახალი ტენდენცია, ის თავის რუტინაში მაგალითად რას ითვალისწინებს? წნევა უნდა გაიზომოს, კარდიოგრამა გადაიღოს, კარდიოლოგთან ერთად კიდევ რა საკითხები უნდა შეაფასოს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ მისი გული დაცულია. ვინაიდან ჯერჯერობით მაინც შედარებით ახალი არის ეს კავშირები, რომელზედაც საუბარი არის, რამდენად შეიძლება იყოს ვენური სისტემა უშუალო პრედიქტორი, ესე ვთქვათ, განსაზღვრელი კარდიოვასკულური დაავადებების არაერთგვაროვანი, ვთქვათ, პასუხები არის ამ თემასთან მიმართებაში. თუმცა ანუ კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობთ. თუმცა პაციენტისთვის, რომელსაც აქვს თუნდაც საწყისი სტადია ვენური პათოლოგიის, ვენების ვარიკოზის, ან უფრო გამოხატული, მისთვის კარდიოლოგიური შემოწმება და კარდიოლოგის კონსულტაცია შესაძლებელია იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც თქვათ, გააკეთოს სკრინინგი გულსიზრახთა სისტემის სხვა დაავადების. ანუ ჩვეულებრივ პაციენტთან ადამიანთან შედარებით, ვისაც არ აქვს ვენური პათოლოგია, შესაძლებელია მისი რისკი და მისი მტკიცებულება არსებობს, უფრო მაღალი იყოს გულსიზრახთა სისტემის დაავადების განვითარებასთან დაკავშირებით და ამიტომ მისთვის სასურველია ერთხელ მაინც მოხდეს გარკვეულად სკრინინგი, რომ შემდგომში იყოს გარკვეულწილად უფრო ადვილი პრევენცია დაავადების განვითარების. რეალურად ჩვენ ახლა საზოგადოებას ვეუბნებით, რომ საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიფრთხილე იმისთვის, რომ დღეს რა კი ვიცით ასეთი შესაძლო კავშირების შესახებ, მოსალოდნელი საფრთხე ავიცილოთ თავიდან. და ბატონ ზურაბს მინდა მივმართო და ზურას ვკითხო, როდესაც თქვენ საუბრობთ ხოლმე ჩვენთან გადაცემაში სხვადასხვა პრობლემის, გულსიზრახთა დაავადების თავიდან აცილებაზე, უკვე არსებული დაავადების შემთხვევაში რეაბილიტაციაზე, თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებთ ხოლმე ცხოვრების წესზე და ცხოვრების წესის ფაქტორებზე. ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში რამდენიმე ამოცანის გადაჭრა, განსაკუთრებით იმ კავშირის გათვალისწინებით, სადაც ვენური უკმარისობაც გვინდა რომ მართოთ და გულიც დავიცვათ. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ სწორედ ცხოვრების წესის ფაქტორებით ერთი გასაღები მოვძებნოთ ორივე კარისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა. მარე. ეს თემა ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, რომ არის საფუძველი, ფუნდამენტი ადამიანის ჯანმრთელობისა. აქ იყო საუბარი კარდიოონკოლოგიაზე, ვთქვათ. და რაზეც არ უნდა იყოს, რომელ მიმართულებაზეც არ უნდა იყოს ჯანმრთელობის კუთხით საუბარი, რომელ დაავადებაზეც არ უნდა იყოს საუბარი, ჯანსაღი ცხოვრების წესი აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, ცალსახად ყველა შემთხვევაში არის საფუძველი, ფუნდამენტი, რომლის გარეშეც შემდგომი მკურნალობა, ეს იქნება მედიკამენტური, ეს იქნება ქირურგიული, იქნება არასრულფასოვანი, ნაკლებ შედეგიანი. თანამედროვე სახელმძღვანელოები ხშირად კამათობენ ამა თუ იმ მედიკამენტური მკურნალობის მიდგომაზე ან რაღაც გარკვეული სახის სტრატეგიაზე, რომელზეც შეიძლება ვთქვათ ერთი და იგივე საკითხზე კოლეგების აზრი იყოს საკამათო, ხო და კამათობენ, მაგრამ არავინ არ კამათობს თემაზე, რასაც ქვია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეს ცხადია და ეს არის ოდითგანვე. იქიდან, როდესაც საერთოდ მედიცინა როგორც ტერმინი გაჩნდა და საერთოდ როდესაც კონკრეტულ ადამიანს ექიმი ეწოდა, მანაც კი იცოდა, რომ პირველი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაშიც კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ იგულისხმება აუცილებლად ჯანსაღი კვების წესი, ჯანსაღი კვება და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აკრძალვებს, ეს ნიშნავს წესრიგს, გარკვეულ გონივრულ ქმედებებს კვებისას, ჯანსაღი ფიზიკური აქტივობა,
ეს არც ზედმეტი ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს და არც საერთოდ უმოძრაობა, აქაც გონირულობა საჭირო და ჩვენ ხშირად გვისაუბრეთ ძილის მნიშვნელობაზე, როდესაც ჯანსაღი ძილი, როდესაც ადამიანი გამოიძინებს და ჯანსაღად დგება, მხნედ დგება დილით, ესეც აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ცხოვრების წესისა. რა თქმა უნდა, აი ამათი ერთობლიობა, ანუ საერთოდ ჯამში ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამ შემთხვევაშიც უპირობო თემა არის, უპირობო საკითხია იმისათვის, რომ ჩვენ ვენური დაავადებების შემთხვევაშიც ვისაუბროთ და ეს არის საფუძველი იმისა, რომ თუ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული გულსისხლთა სისტემის ესა თუ ის პათოლოგია, ამ შემთხვევაში აუცილებლად ეს არის პირობა იმისა, რომ მე თქვათ არ ჩამოყალიბდეს. ამ შემთხვევაშიც, ვენური დაავადების შემთხვევაშიც, ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირობოდ საჭიროა. ჩვენ ვეძებთ კავშირს, რომ დამატებით ვენური სისტემის პათოლოგია თუნდაც საწყის ეტაპზე რამდენად შეიძლება თქვათ, უფრო გასაგები რომ იყოს საზოგადოება, თქვათ, შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტენზიის წინაპირობა ან გულის უკმარისობის წინაპირობა. ხო, აი ამაზე საუბრობთ და საკმაოდ უკვე საკმაო მასალები არის ამ თემაზე დაგროვილი და როდესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კონცენტრირება ხდება თემაზე, როგორც წესი მეტი მასალა გროვდება და ჩდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირობოდ ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ჩვენ დღეს დავიწყეთ თემაზე საუბარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ვასრულებთ ამ თემაზე საუბარს პირიქით. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც კიდევ უფრო მეტი მასალა გვექნება, კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება გვექნება და უფრო მკაფიო სტრატეგია გვექნება, შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ გაუზიარებთ ინფორმაციას მაყურებელს. თუმცა დღეს უნდა დაგემშვიდობოთ კოლეგებო და მაყურებელს შევახსენებ რამდენად მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რომლითაც ჩვენ ვასრულებთ ხოლმე ხშირად გადაცემას, არა? გაუფრთხილდეთ გულს იმისთვის, რომ შემდეგ გულმა დაგვიცვას და ის გაგვიფრთხილდეს და ძალიან ხშირად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ადამიანის ორგანიზმი ერთიმთლიანია და არა ცალ-ცალკე ორგანოები, არამედ მათი ურთიერთ თანაცხოვრება განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები კი ბრძანდებოდნენ საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი პროფესორი ქალბატონი რუსუდან აგლაძე, საქართველოს გულსისძახთა დაავადებათა პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი კარდიოლოგი ბატონი ზურაბ ფაღავა და ევროპის გულსისძახთა დაავადებათა პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კარდიოლოგი ბატონი ზურაბ კლიმიაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. როდესაც ჩვენ გულის დაცვაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესის ნებისმიერ ფაქტორს შეუძლია თავისი კეთილი სამსახური გაუწიოს ჩვენს გულს. და ასეთ შემთხვევაში ძილი იქნება ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც ყოველდღიურ რუტინას უკავშირდება, შეიძლება იყოს გადამწყვეტიც კი გულის მდგომარეობის შესაფასებლად. მაგრამ კვებას მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მე განსაკუთრებით ბევრს საუბრობ ხოლმე კვებაზე გულის პრობლემების თავიდან ასაცილებლად და უკვე არსებული პრობლემების უკეთ მართვისთვის. ჩვენი თებში, რომელიც ტრადიციულ პრინციპს ინარჩუნებს, როდესაც ნახევარი რაციონისა არის ბოსტნეული და ხილი, მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად, რა თქმა უნდა, ცილოვანი კომპონენტი ითვალისწინებს მთავარ გადანაწილებას საკვები პროდუქტებისა და არ გულისხმობს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს. ინდივიდუალური რეკომენდაციებისთვის და კონკრეტული ადამიანის საჭიროებებისთვის ჩვენ გვჭირდება სულ სხვა საკითხების გათვალისწინება. მაგალითად, რომელი საკითხების? დადგენილია, რომ ყველა საკვებ ნივთიერებას, როგორიც არის ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ანუ მთავარ ენერგომატარებლებს, ანუ ნუტრიენტებს, მაკრონუტრიენტებს, აქვს განსაკუთრებული დატვირთვა გულისთვის. მაგრამ ამ ჩამონათვალში, როგორც წესი, საგანგებოდ გამოვყოფთ ცხიმებს. დიახ, ცხიმებს, რომელთა დამსახურებით შეიძლება გულის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ან გულის მდგომარეობა გავაუარესოთ. მოდით მიაქციეთ ყურადღება გამოსახულებებს, რომელიც არის ჩვენს ეკრანზე. თევზი. მოდით ნახოთ რა იქნება შემდეგი გამოსახულება, ნიგოზი და კიდევ ერთი გამოსახულება. ეს არის სელის თესლი. რა საერთოა ამ სამ პროდუქტს შორის და რა აკავშირებს
სრულიად განსხვავებულ ერთი შეხედვით პროდუქტებს. აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანში არის ომეგა-3 სხვადასხვა ფორმულით დაშიფრული და შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ გულისთვის საჭირო ომეგა-3-ის მიღებაზე, ჩვენ სწორედ აღნიშნული პროდუქტები უნდა გავითვალისწინოთ კვების რაციონში, იმისთვის, რომ მიუხედავად სხვადასხვა ფორმულით წარმოდგენილისა, მაინც სწორედ ომეგა-3 საკვებით მივიღოთ. მაგრამ ძალიან ხშირად ბოლო ხანებში მით უფრო ტრენდული გახდა, ძალიან ტენდენციული გახდა, როდესაც გაუთავებლად ილანძღება მცენარეული ცხიმები და ეს ყველაფერი უკავშირდება ომეგა-6. მართლაც ასეა თუ არა? დიახ, ომეგა-6 არის ასევე აუცილებელი მჟავა, როგორც ომეგა-3, რომლის გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ომეგა-3 და ომეგა-6 არის ჩვენთვის ასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავები და ისინი არის პოლიუჯერი, ანუ ბევრგან გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავა. შევთანხმდით ომეგა-3-ის მცენარეულ და ცხოველურ წყაროებზე და ომეგა-6-ის წყაროთ, რა თქმა უნდა დავასახელოთ სხვადასხვა სახის მცენარეული ცხიმი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო ზეთები არ იგულისხმება ამ შემთხვევაში, რომელსაც გაუთავებლად ლანძღავენ ბოლო დროს, აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის თესლიც და სხვადასხვა სახის ნაყოფიც, მათ შორის როგორიც არის კაკლის ნაყოფი. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი და რატომ უნდა გავიხსენოთ ომეგა-6-ის როლიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი? ჩვენ თუ ვამბობთ, რომ პროდუქტი აუცილებლად გვჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გარკვეული რაოდენობით და გარკვეული თანაფარდობით, რა მაქვს მხედველობაში. ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის აღმოჩნდა ოპტიმალური ომეგა-6-ის მოხმარებაც და ომეგა-3-ის მოხმარებაც. კერძოდ, როგორი უნდა იყოს ეს თანაფარდობა? აღმოჩნდა, რომ 4 1-თან, ანუ ომეგა-6 4-ჯერ მეტი ვიდრე ომეგა-3 უნდა მიიღოს ადამიანმა ყოველდღიურად და ასეთ შემთხვევაში მის ორგანიზმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება ამ წონასწორობის თვალსაზრისით. მაგრამ სინამდვილეში როგორია თანამედროვე კვება? როდესაც დაათვალეს, როგორ გამოიყურება ეგრეთ წოდებული დასავლური კვების მოდელი, აღმოჩნდა, რომ ომეგა-6-ის თანაფარდობა ომეგა-3-თან არის არა 4 1-თან, არამედ 10 1-თან და ზოგიერთ შემთხვევაში 50 1-თან. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენად აღემატება ომეგა-6-ის შემცველი პროდუქტების მოხმარება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. რას აფუჭებს ასეთი დარღვევა თანაფარდობის? მაგალითად მოგიყვანთ მათ თვისებებს. ომეგა-3 ანთებას აქვეითებს, ანუ ანთების რისკს ამცირებს. ომეგა-3 ანთების რისკს აქვეითებს და ეს მაშინ, როდესაც ომეგა-6 ანთების რისკს ზრდის. ომეგა-3 თრომბოზის რისკს აქვეითებს და ეს მაშინ, როდესაც ომეგა-6 თრომბოზის რისკს ზრდის. სულ ორი განსხვავებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის თანაფარდობის შენარჩუნება იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ ჯანმრთელ თანაფარდობაზე, ჯანმრთელ პროპორციაზე და მათ სასიკეთო მოხმარებაზე. მაგრამ არის კიდევ ერთი ომეგა მჟავა, რომლის შესახებაც ყველა მიცით, ვინც ჩემი წიგნი წაიკითხეთ, მაგრამ ომეგა-9 არის ასევე ცხიმოვანი მჟავა. მაგრამ ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, როგორც ომეგა-3 და ომეგა-6. აღმოჩნდა, რომ არა. თუ ომეგა-3-ზე და ომეგა-6-ზე ჩვენ ვამბობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ესენციალური, ან ესენციური უფრო ზუსტად იქნება, მაშინ ომეგა-9 ამ მჟავათა კატეგორიას არ განეკუთვნება. უფრო მეტიც, ის არ არის პოლიუჯერი, ანუ ბევრგან გაუჯერებელი. ის მხოლოდ ერთ ადგილას გაუჯერებელია და საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება უნდა გქონდეს მის მიმართ. და რატომ? მაგალითად, ომეგა-9-ის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ უნდა განვიხილოთ რაფსის ზეთი. რატომ? იმიტომ რომ ომეგა-9 პრაქტიკულად ერუკის მჟავას სტრუქტურაა. ჩვენ ვლაპარაკობთ მჟავაზე, რომელსაც შეუძლია საკმაოდ სახიფათო გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში ერუკის მჟავას შემცველობას პროდუქტებში მკაცრად აკონტროლებენ. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2%-ზე ნაკლები უნდა იყოს პროდუქტში ერუკის მჟავას შემცველობა, ხოლო ევროკავშირში 5%-ზე ნაკლები. მაგრამ
როგორ უნდა ვაკონტროლოთ ეს პროდუქტი, თუ იგი მცენარეულ ცხიმებშია და თუ იგი მაგალითად შემიერ დასახერებულ რაფსის ზეთშია. მარტივად, თანამედროვე ტექნოლოგიებით გადაწყვიტეს, რომ ეს პროდუქტი მოაშორონ ცხიმს, ანუ რაფსის ზეთი ერუკის მჟავის გარეშე და ასე მიიღეს პროდუქტები რაფსის მსგავსი თესლისგან, რომელსაც ქვია კანოლა, მცენარეა ასეთი და უფრო მეტიც, კიდევ უფრო საინტერესოა, როდესაც რაფსის ზეთს ერუკის მჟავა მოაშორეს და შექმნეს პროდუქტი, რომელსაც ქვია კანოლას ცხიმი და ის არის წარმოებული ორი სიტყვისგან კანადა, ოლა, კანადა, წარმოებელი, ამ შემთხვევაში ოლა, ანუ ეს არის oil, low acid, ანუ მცენარეული ზეთი, რომელიც მცირე რაოდენობით, დაბალი რაოდენობით შეიცავს ერუკის მჟავას. აი ასე არის შექმნილი პროდუქტები ტექნოლოგიურად, იმისთვის რომ დაგვიცვას ერუკის მჟავისგან და არსებობს ეგრეთ წოდებული რაფსის ზეთი 0,0, თუ ასეთი პროდუქტი შეგხვდათ, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ეს რაფსისგან წარმოებული ცხიმია, მაგრამ მასაც მოცილებული აქვს ერუკის მჟავა. შევთანხმდით, რომ გულის დასაცავად ჩვენ გვჭირდება უდავოდ ომეგა-3, ორგანიზმს ნორმალური მუშაობისათვის სჭირდება ომეგა-3-ის და ომეგა-6-ის კარგი თანაფარდობა, ჩვენ გვჭირდება აუცილებლად იმის გათვალისწინება, რომ მარტო ცხიმი არ არის ის საკვები ნივთიერება, რომელიც ჩვენს ორგანიზმს მთლიანად და მათ შორის გულის ჯანმრთელობას დაიცავს და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ არა იზოლირებულად, არამედ სხვა ფაქტორებთან კომბინაციაში. რომელია ასეთი ფაქტორები? მაგალითად, ფიზიკური აქტივობა. ის ძალიან სჭირდება ჩვენს გულს, რომელიც თავადაც კუნთია და როგორც ჩვენი სხეულის მამოძრავებელ ყველა კუნთს, მასაც სასიცოცხლო სჭირდება ამ კუნთის გავარჯიშება. შემდეგ ეს გახლავთ წონის შენარჩუნება. სტაბილური წონა გულის სტაბილური ჯანმრთელობისათვის. წყლის ადეკვატური მოხმარება. სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, სულ ცოტა ხუთი ფერის, რომელზედაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ანთების ხელშემწყობი ფაქტორებისაგან დაცვა, რომელიც ჩვენთან ყვითელ ზონაში ხვდება ხოლმე და რაც მთავარია, დამოკიდებულება. კეთილსინდისიერა დამოკიდებულება გულის მიმართ, როდესაც ჩვენ ვუსმენთ გულს. ვაკვირდებით ჩვენს გულს და რაც მთავარია, გულის ყურით ვუსმენთ იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება გულს უკავშირდებოდეს და ასეთ შემთხვევაში სწორედ ჩვენი დამოკიდებულება გულის მიმართ აღმოჩნდება ჩვენი გულის დაცვის საუკეთესო საშუალება და კვებას შეიძლება გქონდეს ერთ-ერთი გადამწყვეტი და ზოგიერთ შემთხვევაში დამხმარე როლი იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვემსახუროს ჩვენ გული. მე ამ სიტყვებით გემშვიდობებით და რასაკვირველია ჯანმრთელობას და ღირგრძელობას გისურვებთ. ნახვამდის.